ბაქტერიები არსებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები ხდებიან. ეს საგანგაშო ინფორმაცია. ანტიმიკრობული რეზისტენტობა გლობალური ჯანდაცვის კრიზისია, რომლის პროგნოზითაც 2050 წლისთვის წამლის მიმართ რეზისტენტული ინფექციების გამო შესაძლოა წელიწადში 10 მილიონი ადამიანი დაიღუპოს. ალექსანდრე ფლემინგის მიერ პენიცილინის აღმოჩენამ მედიცინაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მაგრამ თავად ფლემინგივე ამბობდა 1945 წელს, რომ ანტიბიოტიკების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება რეზისტენტობა გამოიწვიოს. ალბათ ეხლა იქიდან გვიყურებს და ამბობს, ხომ გაფრთხილებდითო. მეცნიერები პრობლემასთან საბრძოლველად ახალ ანტიბიოტიკებს სხვადასხვა გარემოში ეძებენ. გენომის მოპოვება ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ეს გლობალური პრობლემაა და ამ შემთხვევაში მეცნიერების, ფარმაცევტების და ბუნების იმედად ვრჩებით.